მოვაჭრეთა აქციამ კულმინაციას მიაღწია პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ სალარო აპარატი დაამტვრიეს. დღესვე აქციაზე ნაციონალური მოძრაობის პარტბილეთი კიდევ ერთხელ დაწვეს. დედაქალაქსა და რეგიონებში აქციები უკვე მესამე დღეა გრძელდება. მოვაჭრეები პროტესტ დღეს ქედაშიც კი გამოხატავდნენ. პარლამენტმა კი ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც სალარო აპარატებს უკავშირდებოდა დილითვე დაიწუნა. ლეიბორისტთა ლიდერმა კი ხელისუფლების პირველი პირების სხვადასხვა ეპითეტებით შეამკო და პრეზიდენტს მადლობაც კი გადაუხადა. მოვაჭრეებმა პროტესტი ასეთი ფორმით გამოხატეს. აქციაზე ჯერ საკასო აპარატი დაამტვრიეს, ხოლო შემდეგ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მანდატი დაწვეს. ვერ მიუწვდებით, ზოგი 300 ლარით მუშაობს, ზოგი 400 ლარით მუშაობს. მე ასტატოკები გვაქვს, ზოგჯერ თავის ფაშიც ვერ ავყიდე. ერთი ადგილიდან 500 ლარს ვიხდით, პლუს კიდე საგადასახადო, პლუს კიდე ბუღალტრის შუქის ფული და რა ვიცი, რამდენი რაღა უნდა გადავიხადოთ ხალხმა. მანამდე კი მოვაჭრეთა აქციას შალვა ნათელაშვილი შეუერთდა, რომლის გამოსვლაც მოვაჭრეების ინტერესების დაცვას გაცდა და მთავრობის წევრების ეპითეტებით შემკობას დაეთმო. ლეიბორისტების მხრიდან ისმოდა პოლიტიკური მოთხოვნებიც. მე მინდა პირველად ჩემ ცხოვრებაში მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ გუშინ მან მე მიწოდა ბაზრის პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოაცხადებს ერთ-ერთ წამყვან დასავლურ ჟურნალში, გოგი ასეთი ჟურნალი, რომ მე იცით თბილისში არ ვყიდულობ, ვენაში არის ერთი ბუტიკი, იქ მივდივარ და იქ ვარჩევ ტანსაცმელს. მთელი გორის სამხარეო ადმინისტრაციას, ხელმძღვანელ კორპუსს და ბიზნესს წარმოადგენს ტყვიავის ის უბანი, სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს ციკლოპი ქარელი. მთელი კახეთის ხელმძღვანელი ელიტას მეგობრებო წარმოადგენს ადეიშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა გენერალური პროკურორი და ვერ ვანდობდით ვერაფერს, გარდა ქსეროქსზე ქაღალდების ჩატანა ამოტანისა. ვერ აზროვნებს ბავშვი და პეტრე ცისკარიშვილის ნათესავები იმ პეტრე ცისკარიშვილისა, რომელიც ძალიან გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში იქნა პანკიში დატოვებული გარკვეული პერიოდი. უნდა ველაპარაკო ნოღაიდელს, რომელსაც კახელებმა დაარქვეს დაღლილი ვირი. მოვაჭრეთა აქციაზე დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლებიც მივიდნენ და აქციის მონაწილეებს მომავალი გეგმები გააცნეს. ჩვენ შევქმნით საკოორდინაციო საბჭო ოპოზიციური პარტიების, ჩვენ გავალთ რეგიონებში, გავალთ შევხვდებით მოსახლეობას და მოსახლეობას ჩამოვიყვანთ აქ თბილისში, აქ შევიკრიბებით პარლამენტის წინ და შემდეგ მოეწყობა მშვიდობიანი მსვლელობა კანცელარიისკენ, რუსთაველის პროსპექტის გავლით. უკანასკნელი იმედი მოვაჭრეებს მაშინ ამოეწურათ, როცა პარლამენტმა საერთოდ უარი თქვა განეხილა სალარო აპარატებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები. ამის შემდეგ დედაქალაქში მიმდინარე აქციისკენ დაიძრნენ მოვაჭრეები რეგიონიდან. ქედას რაიონულ ცენტრში ისინი გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ანალოგიური საპროტესტო აქცია გამართეს მოვაჭრეებმა ბათუმშიც. ბათუმში და თბილისში ჩერდებით ჩვენ ასეთი წუთით. მოვიწყოთ ჩვენ კანონში ცვლილებების შეტანას. მცირე მეწარმეები არიან ქედის რაიონში და ყველას გვაქვს სესხი გამოტანილი. ამ სესხის პროცენტების გადახდას ვერ აუდივართ. რითი დავდგათ კასები? ნინო ბურჯანაძე რომ მოგვიწოდებდა ხალხო შევარდნადეს არ ესმის დაყრუებულაო, ჩვენც დაუძახებ. თუ ის დაყრუებულია და ჩვენი არ ესმის, ნამდვილად ეს გადადის უკვე პოლიტიკურში. დღეიდან ყველა ბაზრობა დაკეტილია თელავში. მოვაჭრეებს საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მუშაობის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ისინი კი სალარო აპარატების ნაცვლად მზად არიან ფიქსირებული გადასახადი გადაიხადონ. თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, მოვაჭრეები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან და ორშაბათიდან პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. ვიდგმებით სანამდე საკასო აპარატებს არ გავაგვით. ფიქსირებულ გადასახადს მოუწევთ. არ გვეკუთვნის ეს გადასახადები და უბრალოდ საკასო აპარატები და არ გვეხება ჩვენ ეს საგადასახადოშიც ვიხდით, ჩვენ ჩეკის ფულსაც ვიხდით და ეს არის ჩვენთვის უკვე ძალიან ზედმეტი. საპროტესტო აქცია განაახლეს მოვაჭრეებმა ზუგდიდშიც. სხვების მსგავსად ისინიც დედაქალაქში ჩამოსვლით და პარლამენტის წინ პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. სადღაც იმედის ნაპერწკალი ჩამისახა იმან რო თქვა სააკაშვილმა, მეს მოვაჭრების მხარესა ვარო. ხომ? თუ მოვაჭრების მხარესა, რით გამოიხატება ეს ჩვენი მხარდაჭერა? არც ერთი კაპიკი პრაქტიკულად ხაზინაში არ იქნება. ჩვენ ამას, თქვენც და მეც ამის მოწმენი გავხდებით სულ მალე.
პარლამენტის წინ კი აქცია მესამე დღეა გრძელდება. მოვაჭრეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ისინი ძვირად ღირებული საკასო აპარატების შეძენას ვერ შეძლებენ.